მაღალი კუთხით სევა მალიხინი და როგორ ახლოს მიყვება მას ირაკლი თოდრია და აკვირდის გადაწყობა თუ გამოუვა მოგესალმებით მეგობრებო, მე ირაკლი თოდრია ვარ. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ მივიღეთ King of Drifts-ზე მონაწილეობა. რა ნიუანსები იყო, რომელიც მანქანაზე გამოვასწორეთ. წინა ვიდეოები, ვისაც არ გაქვთ ნანახი, ჩაუჯექით. და მოკლედ ამ ვიდეოში იქნება სრული ყველაფერი იქნება ამ ვიდეოში, მოკლედ რაც გავიარეთ შეჯიბრის მონაწილეობამდე. კვალიფიკაცია, ვარჯიშები, ტოპ 32 და ასე შემდეგ. ესე გამოიყურება ჩემი სავალი ნაწილი უკანა მხარე. მოკლედ ეს არის E39-ის ბალკა. როგორც ფურგულის, ანუ გადაკეთებულია აქ ნახეთ. გაწყობილია მშვენივრად მოგებულია ყველაფერი, უბრალოდ ამორტიზაცია არ ხონდა საერთოდ, ანუ უკანა მხარე პატარა უსწორმასწორობაზე გადადიოდა და იწყებდა ძალიან ხმდაობას. შევცვალე დამბარები, მაგრამ მაინც არ უშველა. ეხლა დავუშალე ამორტიზატორები მოხსენი და ერთი ამორტიზატორი არის გაჭედილი, ძალიან უჭირს ჩასვლა. ანუ გაჭედილია ფაქტიურად. მეორე ამორტიზატორი შედარებით რბილი არის, მაგრამ ესეც მაინც არ მოწევს და სავარაუდოდ ან შევცვლი ამებს. ან ამებს მივიდა ხელოსანთან და თანაბარ დონეზე დავაყენებინებ ისე რომ გაჭედილი არ იყოს. ან ვაფშე დავასწრებ რა. ეს სტაბილიზატორიც უნდა მოხსნას ხო იგივე. საერთოდ უნდა გავაუქმო, ხე ჩავაჭრე მაგას მოხსნა. რაც შეეხება, ანუ ამორტიზატორები დამოუკიდებელია პრუჟინასთან ერთად არ გამოდის, აქ ვერ დავაყენებ, ქარხნულად აქ უნდა იყენოს ესე, მაგრამ ანუ აქ ფიზიკურად არ დადგება ეგრე რა და მიწევს რომ ისე გავაკეთო. რეგულირებაცაც ვერ ვაყენებ, იმიტომ რომ აქედან ფიზიკურად ადგილი არ აქვს, რომ ანუ აქ იჭირება ამორტიზატორი და ზედა თავი ჩაშკარი აქვს და რეგულირებაცაც ფიზიკურად ვერ ვაყენებ. დანარჩენი ბევრი რაღაც სამუშაო იმის ნეონები დავაყენებ თუ ღამე მოგვიწევს სიარული. ეს იყო რა. ამასაც დავალაგებთ თავის ადგილას. მაინ ბიჭმა გააკეთა. წინა ამორტიზატორებიც მოხსნილი გვაქვს. მოკლედ ეს ცალი დასხმული არის. წინა ვიდეო რა ვისაც გაქვთ ნახი, ნახავთ რომ პატარა უსწორმასწორობაზე რო გადავედი, წინა მხარემაც და უკანა მხარემაც დაიწყო ძალიან რთულობა და მაგის გამო შემექნა პრობლემა. ან შემკიდე ამი მექნება ასაწევი ცოტა ზევით. მაგას სვარტით გავაკეთებ მე თვითონ. შემშვები ჰაერის ფილტრის ვაწყობ მოკლედ სხვას. მერცდეს ქარხნული ჰაერის ფილტრი ეყენა და რასპოკას ვაყენებ და შესაბამისად მომიწია რომ დავაყენო სხვანაირი ფილტრი. შემშვებს ვაწყობ მოკლედ ფილტრი იქნება აი აქ. აი ეგ ჩამოვა ფილტრი და რაღაც ცოტა დამცავებით ავაწყობ რომ წყალი არ მიისხოს პირდაპირ. აი ეს იქნება. საფრთხის გარშე არ განკარი ხმართ არასდროს, თორე შეიძლება ცოტა დამთავრდეს. Run, let's go to the world and dance runs on the beach squash, მოკლედ წავედი ხა, წავედი ამორტიზატორები იმედია გააკეთებენ, იმიტომ რომ არის შანსი რომ ეს ამორტიზატორები არ დაიტევოს. ამიტომ ერთად ნახავთ ხა შევიძლია თუ არა ამოდის გააკეთოს. It's got to start seeing trees. Pasta on the reef. With the break the hit the beat. It's got to start crystal trees. It's got to start in those trees. Crystal in those trees.
Twistos twins, estos twins. Sodo, rari, Chemi Ferrari. Sodo, kari, Chemi Ferrari, kari. მოკლედ ესეთი სიტუაცია გვაქვს. ეს მარცხენა ამორზატორი გასხმული რომელიც იყო. შიგნით გადაკეთებული იყო რაღაც ის გვიშლის ხელს. სიგრუდის და სიხისტის სარეგული როკო და ეს ვარიანტი ხაიჭედება და არჩევს. მოკლედ ვიშოვოთ. ეს ელემენტი რაც გვჭირდებოდა. აი ეს ჩავაქვევიდან რაღაც შაიბასავით ან ძველი ამორზატორი გადაიჭრება, იდაყენდება და დროებით ესე დადგება რომ იმშავს რა. ივიცი ხა ხაფანგობა რაღაც ვაკეთებ, ხა? ორი დღე დაცვა ფიზიკურად და სხვა აგზა ფიზიკურად არა. Chemi Ferrari, kari. Sodo, rari, sodo, rari, sodo, Chemi Ferrari, kari. Sodo, kari, rari, sodo. დუბლი ორი. აჩიკად. ირაკლის შედევრი. შეგდიდა მოწ. მოკლედ დავაყენე პადუსკა აი ესე დადგა რა. ეხა წინფლიანესები არ მიყენია. სავარაუდოდ ჯერ ფლიანესოთ გავტესტავ. ხვალწავალი ლუში და გავატარებ. და თუ სიტყვაზე წინ მოჭიდება დამაკლდება, მე უკვე ფლიანესებს დავაყენე. უკანაც ესე დადგა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი არ შეცვლილა. სიმაღლის იმაში. და ისევ ძალიან ხისტი არის უკანა მხარე, მაგრამ ჯობია რომ საქმეში გამოიცადოს. თავარია რომ აღარ იქანაოს ისე როგორც ქანაობა. დანარჩენი ფაერების თემა მოვაგვარეთ, მოკლედ ფაერებს იღებდა ბევრს თავიდან. ეგენი მოვაგვარეთ. ბენზინი დავდიოდა როგორც შანს გამშვებ კოლექტორთან და ეგეც მოვაგვარეთ. ეხა სალონის კაბელ მენეჯმენტი და ეგეთი რაღაცები უნდა გავუკეთოთ, ცოტა ამოვასუფთავო, იმიტომ რომ ძალიან დასურია და ხაურობა მტრიანია ყველაფერი. ამერს მოვაგვარებ. ეს აკუც შესაფუთი მაქვს, როგორც წესია ისე. რაც შეეხება სიდენიას, მოკლედ ანუ ეს ისე არის დადუღებული, რომ ეს რომ მომიჭრა, უნდა დამეჭიხა მაშინ მთლიანი სალასკა რა, ეს რაც არის სამაგრი ამის. ამიტომ ესეთი იმით ავწე, ეს არის მანქანის პეტლები. ანუ კარის პეტლები არის და ესეთ ვარიანტში დავაყენე. ეხლა ცოტა მაღლა მოუწია ამას დადგომა, სავარაუდოდ აქ გადავხვიტავ და ოდნავ დაბლა დავწევ, იმიტომ რომ ძალიან აიწია მაღლა. ამასაც ჩავაყენებ. მე მგონი დადგება იდეალურად. დანარჩენი კარბონი გადაიკრება დაქტეილზე. კაპოძეც ვაპირებ რომ კარბონი გადავაკრა, როგორც აქ არის. საბოლოო ჯამში რაღაცას დაემსგავსე. The bar is touching the sky when you hear my ting, it's come too wavy. I gotta protect my C-color girl that wanna have my baby. მოვაწყეთ, მოკლედ. ბოქსი მოვაწყე. ბევრი ხალხი არ არის. ცოტა ადრე მოვედი. აი ესე ტრასას ავაგებე. რაღაცებს. საკმაოდ ქარი არის. შეიძლება გუნდაც მოვიდეს. თუ ღრუბელი წამოიღო და არ ვიცი რა იქ. ავარია რომ ჩვენ გიუძიოთ. აი საბურავი ვიყიდეთ ხო? მე მიხმარ რამდენად ისმის, არ ვიცი. ჩამოვედი, გავიარე რამდენიმე გარბენი. მანქანა ნორმალურად იქცევა. ისეთი ვერაფერი ვერ შევატყე რა ვიღაც. Back to the roots, connected to earth like I am Groot. So my season eating up fruits. Cross that line, I turn to a brute. Grown man there been acting like youths. Yes, youths just let me finish. Grown man there been getting all giddish off them little things. They're moving all kiddish. მოკლედ კვალიფიკაციის გარბენები გავიარეთ. არ ვარ თვალყაფილი, იმიტომ რომ
51 ქულა ავიღე პირველ გარბენში და 59 ქულა ავიღე მეორე გარბენში. ძალიან ვასეირები რა და რატო არ ვიცი. ანუ წინაზე ცოტა რომ ზედმეტად მოვიდო და გაზიან რაღაც. მივენდობოდი მანქანას ტრიალდებოდა და ეგ შეგრძნება დამჭა რომ არ ვინდობი მაინც ბოლომდე რა. ეგ ალბათ იმის ბრალია რომ ერთი ღევი ვარჯი შემარტოვი ალბათ ეს პადოს კარაც მოხდა მაგის მოდა. რა უნდა გადამიყანა 51-ში ხვალარი უკვე 52 და მოვალ და მივიღეთ მონაწილეობას. ოიე არ მეგონა, მაგრამ გადავედი 52-ში. ანუ ბოლოს წინ ადგილზე გავედი რა მოკლედ და ხვალე მოვალ უკვე 52-ში. აუ ძალიან გახარებული ვარ. ხელები მქონა ჩაქნეული უკვე. წასვლას ვაპირებდი მეთქი ვერ გავედი და ბოლოში რო თქვეს ძალიან გაბისწრაფდა და ხვალე უკვე ეს ვიდეო ამით არ თავდება და ხვალე გავაგრძელებთ უკვე დანარჩენს. Yes. მეორე 52 დღე. ვარ ახლა ცოტა ვაგიერებ იმიტომ რომ სადაც უკვე 9 საათი გახდება 10 და მანქანაში სამწუხაროდ ვაგერ. უხელ მოტახაში წავედი მოკლედ საბურავები რაღაც და მომწია მოტახაში ჩასვლა რომ მიყიდა რა უბრალოდ საერთოდ საბურავი და სავარჯიშო დამჩამატო ხა ეს საბურავი ანუ ეხლა რომ პრინციპი იქნება და მე იქნება წყვილებში ვარჯიში ამიტომ გამოვი მოგარ არჩენი წინ ფინანსები გადავაყენეთ უხელ რომ წყვილში მოჭიდება ცოტა გაიზარდოს არჩენი რა უხოძე ვარ მოკლედ ვარჯიშები მორჩა ეხლა ბრიფინგი იქნება გავიარე რამდენიმე ვარჯიში თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის უბრალოდ აქეთ დაკანეჩნი კი მეშვება ფლიანეცები რო დავაყენე მაგით მერე დაიწყო მოშვება და ეხლა ვეცდები რომ რაღაცნაირად გამოვასწორო ეს პრობლემა დანარჩენი რა იქნება სევო მალიხინი და ირაკლი თოდრია სევო მალიხინი თავისი ჰიპერმონსტრით რომელიც დაადუღა ლილუარენა ძალიან სოლიდური გარბენები ჰქონდა ასევე კვალიფიკაციაზე იგი მეორე პოზიციაზე იყო ირაკლი თოდრია კი 31 ადგილზე კვალიფიკაციის შედეგად ქულების მიხედვით გვაქვს სტარტი და ვნახოთ რა იქნება ამ შემთხვევაში კარგი ფლიპით შემოვარდა ესეთი მაღალი კუთხით სევა მალიხინი და როგორ ახლოს მიყვება მას ირაკლი თოდრია და აკვირდით გადაწყობა თუ გამოუვა არ გამოუვიდა სამწუხაროდ ირაკლი თოდრიამ უხეში შეცდომა დაუშვა სევა მალიხინი კი ასრულებს თავის დავალებას უმაღლეს დონეზე ჯერჯერობით მშვენივრად ძალიან აგრესიულად მოემართება ფინიშის ხაზთან როგორი კარგი იყო აქ ირაკლი თოდრიას დააკვირდით თუმცა იქ ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა რაც იქონიებს გავლენას რა თქმა უნდა ჟიურისთვის უმაღლესი დონის ლიდი რომელიც შემოგთავაზა სევა მალიხინმა და თოდრიამ გააკეთა მაქსიმუმი რაც შეეძლო რა თქმა უნდა განსხვავება ავტომობილებს შორის საკმაოდ დიდია გვაქვს სტარტი და კარგად შემოვარდა ასე ვთქვათ ირაკლი თოდრია თუმცა აცდა მთლიანად ამ ზონას სევა მალიხინი კი მას მიყვება ძალიან ახლოს ცხადია არ აინტერესებს ის რომ პირველ გარბენზე უპირატესობა ჰქონდა სევა მალიხინი უბრალოდ დიდ სიამოვნებას იღებს დრიფტით და ძალიან ახლოს მიყვება ირაკლი თოდრიას რომელმაც თითქმის ყველა ზონა სამწუხაროდ გამოტოვა ვერ მოახერხა და გაიარა თავისი ზონა დაკისრებული დავალება, თუმცა სამწუხაროდ თოდრიას ვერ ჩაუწერთ აქტივში ამ რანს, ვინაიდან უხეში შეცდომები ჰქონდა, ბევრი ზონა გამოტოვა. რა თქმა უნდა, ნერვიულობის ფაქტორიც იყო და იცოდ სევასტიან მალიხინი, რომელიც გადაინაცვლებს ტოპ 16-ში მან მოახერხა ირაკლი თოდრიას. ბარიერის გადალახვა სევა მოგოვლნება ტოპ 16-ში და გააგრძელებს ასპარეზობას. აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ირაკლი თოდრია, რომელმაც მაქსიმალურად ეცადა და გაუწია წინააღმდეგობა სევა მალიხინს, თუმცა ამ შემთხვევაში მან ვერ მოახერხა მისი ბარიერის გადალახვა. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ირაკლი თოდრია.
მოკლედ რო შევაჯამოთ, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, ჩემი თავითაც და მანქანაც ტექნიკურად ბევრად უკეთესად დადის წინა შეჯიბრებთან განსხვავებით. ძალიან დიდი პლუსი ის ნახე, რომ მოჭიდება ბევრად უფრო გაიზარდა უკანა სავალი ნაწილის ესე ვთქვათ, შეკეთების შემდეგ წინა მხარეც საკმაოდ სტაბილური გახდა. უბრალოდ ცოტა მეტი ვარჯიში მჭირდება, რომ კარგად მოვერგო მანქანას. რასაც აუცილებლად გავაკეთებთ შემდეგი შეჯიბრისთვის, როცა ახალი ტრასა დაიდება, წავალ და მომემზადებით შესაბამისად. რაც შეეხება King of Drifts, კვალიფიკაციაზე ავიღე პირველ გარბენში 51 ქულა, მეორე გარბენში ავიღე 59 ქულა, თუ სწორად მახსოვს. და მოვხვდი 31 ადგილზე. ამის გამო შევხვდი მეორე ადგილოსან პილოტს სებასტიან მალიხინი. საკმაოდ გამოცდილი მრბოლელი არის, მანქანაც კარგად ყავს მოხოდილი. ჩემგან განსხვავებით, იმიტომ რომ მომზადება ვერ მოვასწარი ფიზიკურად რომ მოვხოდეთ მანქანა, მაგის მერე ალბათ 5 თუ 6 გავლა გავაკეთეთ წყვილებში და ფიზიკურად არ მივარჯიშია, მოკლედ მით უმეტეს წყვილებში. Top 32-ში ძალიან ისე ვიყავით, კითხვის ნიშანი იყო თუ გადავიდოდ თუ არა, იმიტომ რომ 61 მონაწილე იყო და აქედან 32 საუკეთესო უნდა გადასულიყო Top 32-ში, რომელიც მეორე დღეს იყო. გადავიდით Top 32-ში, ეგ ცალკე ემოცია იყო, მოკლედ ძალიან გამიხარდა Top 32-ში მოხვედრა. ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე შეხვდა და მთელი მუღამი ის იყო, რომ უბრალოდ ლამაზი გარბენი მეჩვენებინა. ეხლა სიმართლე რო გითხრათ, რაღაც სასწაული პრეტენზია არ მქონდა, რომ აი რაღაცა უეჭველი დავამარცხებთ და რაღაცა, იმიტომ რომ ანუ ეს ისეთი სპორტია, რომ თუ არ ივარჯიშე ბევრი და თუ მანქანას კარგად არ მოერგე, პრეტენზიაც ვერ გექნება პირველობაზე და მით უმეტეს ჩემპიონობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მაინც ჩემი შედეგით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, როგორც ვიარეთ. თავარი იყო, რომ უბრალოდ ლამაზი გარბენი გვეჩვენებინა. იყო პატარა კორექციები, ვერ მივწვდი ხელის მუხრუჭს, რაღაც მომენტი ეგეც გამოსასწორებელი მაქვს. ცოტა უნდა შემოატრიალო ჩემსკენ და ახლოს უნდა მოვიწიო ხელის მუხრუჭი. წინ სავალ ნაწილში ძალიან წვრილმანი რაღაცები დაგვჭა მოსაწესრიგებელი, რასაც შემდეგი შეჯიბრისთვის აუცილებლად გამოვასწორებთ. თან გატესტვის დროც გვექნება უკვე, იმიტომ რომ ერთი თვე არის შემდეგ შეჯიბრამდე, ეტაპამდე. დანარჩენი რავი, საბოლოო ჯამში კაი გამოცდილება მივიღე, სიამოვნებაც მივიღე. ანუ შეჯიბრზე საერთოდ სხვა ემოცია არის. შეიძლება წახვიდე ჩვეულებრივად ისრიალო, მაგრამ შეჯიბრზე რო ისტარტები, ანუ საერთოდ სხვა ემოციაა რა. მადლობა მინდა გადავუხადო კიდე ჩემს ძმაკაცებს, ვინც გვერდში მედგნენ. ღამეების გათენობა მოგვიწია, რომ როგორც არის ეს მანქანა ისეთი ყოფილიყო, ესე წარმოეჩინა თავისთავი. რაც შეეხება შემდეგ ვიდეოს, იდეები გვაქვს საკმაოდ. არა მარტო შეჯიბრის ფარგლებში, ანუ ცალკე გვინდა კიდე რაღაც პროექტების გაკეთება. გათამაშებების მოწყობა, რასაც უფრო ალბათ შემდეგ ვიდეოში ვახსენებ. მოკლედ, შემდეგ ვიდეოში თუ ავალთ 1000 გამომწერზე, 3 გამომწერს რენდომულად ავარჩევთ, წავიყვანთ ლილო არენაზე და ვაკატავებთ ჩემი დრიფტ კარით. და ვასრიალებთ კიდევაც. თუ ტარება გეცოდინებათ, შეიძლება რულთანაც დაგცოთ და რამოდენიმე ნიუანსი თქვენს გასწავლოთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო. და შემდეგში არა მარტო დრიფტის ამბებში, ანუ საავტომობილო თემებში ვაპირებთ რაღაც პროექტების გადაღებას. ამისათვის უბრალოდ საჭირო არის, რომ არხი გამოწერილი გქონდეთ. მარტივი არის, უბრალოდ გამოწერის ღილას დააწექით. ვიდეოს ალაიქებდეთ და დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. წარმატებებს გისურვებთ.